სინდისიერი დამოკიდებულება, რაც მე ვერ ხედავ. მანიპულირება, რაც არანიჭიერი ადამიანების, რომლებიც შეიძლება თავი წარმოჩენაში და განათლებლად თავი რო წარმოაჩენოს და ფული შეუძლოს ამაში ხელებს დავინიჭიერებს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ასე ვერ დავუწყებთ დევმას, მაგრამ ჯასაბი საზოგადოება და დემოკრატიული საზოგადოება საკმაოდ ქრისტიანულ და ადამიანურობრივ საზოგადოება, მე ვფიქრობ, უნდა იყოს აქტიური. ასეთ წყალებში პროდუქციას გაძლევენ, სადაც გონების ჩარევა მინიმალურია საჭირო და გემოვნებას მაღალს არ მოითხოვს. რა თქმა უნდა, ასეთ იმის ფილმებს ექნება გასავალი. და არა მხოლოდ ბატონის შოთას ასე ვთქვათ ხელოვნებაშია პრობლემა მხოლოდ. არამედ საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ, თორემ თუ საზოგადოების გემოვნება არ ამაღლდა, მისი კულტურა არ ამაღლდა, ასე ვთქვათ და მოთხოვნები არ გაიზარდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეიქმნება მაღალი დონის ვერც კინოფილმი, ვერც მხატვრული ლიტერატურა და ვერც მეცნიერება და ვერც ვერაფერი რა. და ეს სამწუხარო არის, რომ ასეთი დაბალი დონის გემოვნების რატო არო ჩვენ კეკელა და მაროს ტიპის სიმაზე უფრო მეტად გვეცეკვება და ასე შემდგომ. მაგრამ სადაც მართლაც მაღალი გემოვნება საჭირო გამოავლინო, მართლაც ისიამოვნო, მართლაც საღრმად წვდი ასეთ რამეებს. ცოტა ნაკლებად ესეთი რამეები. კაი რეჟისორი ის არის, ვინც ესეთ სამყაროს ხმის, ერთ და ორ ფილმს კი არ იღებს, მთლიან, აი ფელინის სამყარო ვთქვათ, ხო? აი ქართულ კინოზეც ამბობთ, რომ რაღაცა სამყარო იყო ძალიან საინტერესო დანახული. ეს ყველაფერი აღარ არის, წავიდა და თვითონ აი ფრაგმენტაცია მოხდა თვითონ ცხოვრების, ღირებულებები, რაღაცები, ყველაფერი ძალიან კაფიოდ შეიცვალა და აი გადასული არის ხალხი აი ესეთ რაღაცეების კეთებაზე. ანუ რაღაცა ისეთი პატარა თითქოს უმნიშვნელო ამბავს გახდიან რაღაც ანხილის საგნა და ასე ცდილობენ რომ რაღაცა აღმოაჩინონ ისეთი რაც ადამიანებს აინტერესებს. მაგრამ თავარი არის ის რომ თვითონ ადამიანს არ აინტერესებს უკვე აი გლობალურად რაღაცის გაგება. ჩემი ზეწები ლამაზად ჩასკაჩი. ხო. არ გინდა მიმიკების გარეშე, მარტო თვალებში წამოგივიდეს რამე. არ გინდა მანერიზმი. პირდაპირ იყურე, არ გინდა ეს თამაში, არ გინდა. პირდაპირ იყურე. არ გინდა ეს ხელოვნური, შიგნიდან წამოვიდეს ემოცია. პროსტა დახუჭე თვალი არ გაახილო. აი ესე დახუჭული გქონდეს. არ გაახილო ერთო. გაახილე. შოტიკო კანონდა საქართველოსებული მისთვის ერთადერთი თავისუფალი სივრცე ეს არის ინტერნეტი. თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ, იმიტომ მეც მაგ პატარა ექსპერიმენტი ამ დაკვირვება გაკეთებული და თუკი მერა კოკოჩაშვილის ფილმით მწვანეველს ჰქონდა 3 ჩამოტვირთვა, შოტიკო კალანდაძე ფილმებს ჰქონდათ 1200, 3000 ჩამოტვირთვა. ნუ აქედან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, ხო ხა თუ თქვა რატო ხდება და რა კონტინგენტი ეზიარება შოტიკო კალანდაძის შემოქმედებას. ხო. რატო გავხდი პოპულარული? იმიტომ რომ ცნობადი სახეები არიან გაშიშვლებული. სინამდვილეში ამ ფილმებში რა დევს? 2% თუ ხდება. არ შეიძლება სიშიშვლის და ნებისმიერი გნებავთ ეს ძალიან ცუდი მხატვრული კონცეფცია იყოს. თუნდაც იყოს ცუდი მხატვრული კონცეფცია. აი ამის მიმართ ადამიანებს ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება ჰქონდეთ და აინტერესებთ მხოლოდ ის, აინტერესებდეთ მხოლოდ ის, ვინ გამოჩნდა, ვინ არ გამოჩნდა კადრში, ვინ მივიდა იქ და ვინ მიიღო ამაში მონაწილეობა და ვინ არ მიიღო. ეს ერთგვარად საზოგადოების დიდი ნაწილის 80%-ის დაბალი ცნობიერების მაჩვენებელია. არის საზოგადოებაში ისეთი ნაწილი, რომელიც აი განიცდის, მე ვიტყოდი კრიზისს განიცდის. მე ვერ დავარქმევდი ახლა ზუსტად ალბათ სახელებს და ფსიქოლოგიურ სიღრმეებშიც სიღრმეებს ვერ ჩავწვდები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში არის პრობლემები, არის აი ასეთი
ვერ ვიტყვი რომ ეს არის გადაგვარება, მაგრამ ეს არის ღრმა კრიზისში მყოფი რაღაცა გარკვეული სოციუმი, რომელიც არის მსგავსი ხელოვნების მომხმარებელი და ვიდრე ალბათ ეს პრობლემები იქნება იმ სოციუმში, საზოგადოების იმ ნაწილში, იქამდე იარსებებს მსგავსი ხელოვნებაც. ინფანტილიზმი ეს არის, რომ აი მიიღო ყველაფერი მარტივად, აი როგორც ბავში ხო ინფანტილური ბავში, რომ შობელმა უნდა იზრუნოს, შობელმა უნდა აჭიოს, მარტო პირი უნდა გააღოს იმისთვის, რომ გადაყლაპოს, იმასაც არ აკეთებს ხოლმე და გააღე პირი ეხლავე შობელი ერჩხუბება ხო? აი რაღაც ესეთი სიმარტივის ძიება და სიმარტივეში ყოფნა სიამოვნებს ხალხში. შოთიკო კალანდაძეს იმაზე მეტი ყურადღება მიაქცევ, ვიდრე იგი იმსახურებს. ეს არის სწორედ ჩვენი მინუსი და ჩვენი დამსახურებაც, რომ შოთიკო კალანდაძე როგორც რეჟისორი დღესდღეობით არსებობს.